მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობა რომ დაგვთანხმდით. ამ ამინჩი ჩვენთან ერთად ამოსულიყავით ამ სიმაღლეზე და დავიწყოთ. გვიანბეთ მრავალძალზე. დიახ. ჩვენ ვიყოფებით მართლაც მრავალძალის ტაძრის ეზოში, რომელიც არის ერთ-ერთი შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლი, აშენებულია 1010 წელს ბაგრატ მესამის მიერ. ეს თარიღი ემთხვევა დაახლოებით რაჭის საერისთავოს დაარსებას. ტაძარი თავდაპირველად წარმოადგენდა ერთნავიან ბაზილიკას დაახლოებით 1894 წლამდე, როცა ადგილობრივმა სასულიერო პირებმა მარკოს და მიხეილ სხიტლაძეებმა ტაძარი გააფართოვეს და აადგეს მათ თავზე 10 კუთხა გუმბათი. და მისმე გუმბათოვანი ტაძრად იქცა, ხო? ტაძარმა ჯვარგუმბათოვანი სახე მიიღო და ასეთი სახით მოაღწია ჩვენამდე. სამწუხაროდ ტაძარი დაგვინგრია 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ, მე 2007 წლამდე დაგროვილ მდგომარეობაში იყო და 2007-დან 2009 წლამდე მოხდა ტაძრის რესტავრაცია და უკვე ვხედავთ აღდგენილ ტაძარს. უნდა აღინიშნოს, რომ აი ძველი ბაზილიკა დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი, საკურთხევლის კედელი. ჩვენ გაჩვენებთ აუცილებლად ამას, რომელიც შემკულია საოცარი ბარელიეფებით, ბიბლიური ეპიზოდებით და რამაც ესე იგი სახელი გაუთქვა ჩვენს ტაძარს არა მარტო მათ, არამედ წმინდა გიორგის ბარელიეფმა, რომელშიც ლომს გმირავს და არა დიოკლეტიანეს ან გველეშაპს. ბარელიეფები განუმეორებელია და თანადროულია ტაძრის, რა თქმა უნდა. აი აღმოსავლეთის ფასადი, აი ეს ეკლესია შედარებით მუქი ფერის რომ არის თავდაპირველი ნაგებობის ნაწილი, რომელიც აშენდა 1010 წელს. და შემდეგი ნაწილები? შემდეგი ნაწილები 1894 წელს არის გაფართოებული და გუმბათს დადგმული ტაძარი. ბაზილიკა შეიცვალა გუმბათოვანი ეკლესიით. გასაგები. ბატონ კახა, როგორც მე ვიცი, იქამდე სანამ ეს ტაძარი აშენდებოდა, საეკლესიო ცხოვრება, უпростоრად სამონასტრო ცხოვრება აქვე ახლოს მიმდინარეობდა. ამაზეც რო გითხრათ ორი სიტყვით. აღმოსავლეთით არის ჭოლევის ტბა, არის ნასახლარები, მაგრამ ნასახლარები აღარ შეიმჩნევა და ფიქრობენ, რომ სწორედ იქ იყო პირველი სამონასტრო ცხოვრების ჩანასახი. მერე ის მოიშალა და უკვე აშენებენ მრავალძალის ტაძარი. სოფელიც რომ გაჩნდა, შემდეგ მას დაერქვა მრავალძალის ტაძრის სამოსად მრავალძალის სოფელი. ტაძრის სახელიდან გამომდინარე დაერქვა სოფელსაც ეს დასახელება. მე კოინსტემა შეუცვალე სახელი და სოფელს ეწოდა მთისკალთა, მაგრამ მე დაიბრუნდა სოფელმა თავის სახელი და დღეს ყველასთვის ცნობილია მრავალძალის სახელით. კი ბატონო. და ეს სახელი საიდან მოდის ბატონო კახა, ეს მრავალძალი გასაგებია რომ სოფელს დაერქვა ტაძრის გავლენით, მაგრამ აი თვითონ ტაძარს თვითონ სახელი მრავალძალის წარმოშობისგან სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსია, გეუბნება რომ მრავალი ძალის პატრონია, ძლიერი ტაძარია, მაგრამ რატოღაც უკავშირებენ თამარის პერიოდში ოსმალთა ჯარი შემოიჭრაო და ცდილობდნენ ამ სოფლის აღებას და ტაძრის გაძარცვას ხადია, ხო? ალბათ წმინდა გიორგის ნებითა ძალით ბურუსი ჩამოწვა სოფლის გარშემო და ეს მტერი თავის ჯარით გამოიჩეხა ჭოლევის ტბის გვერდზე რო კლდი არის, იმ კლდეზე გამოიჩეხა. ანუ გზაკვალი დაუბნია. და მე ასეთ რაღაცა არის, რომ თითქოს ოსმალთა მთავარმა ტაძარს შესთხოვაო, რომ გვიჩვენე შენი მაგარი ძალა, მრავალი ძალა, რომ გადაგვარჩინეო და სამშვიდობოს გაგვიყვანეო. გაიფანტა ნისლი და ტაძართან მართლა მოსულა ოსმალთა ჯარი, როგორ თქმა უნდა, უკვე არა დასაპყრობად, არა დასანგრებად, არამედ იწამეს, რომ ნამდვილად ტაძარს ძალიან დიდი ძალღონე ჰქონდა. აი აქედან მოდის ერთ-ერთი ვერსია, რომ მრავალი ძალის პატრონიაო. გამოცემის თანახმად ასევე ტაძარში ინახებოდა შაჰ-აბასის მიერ შემოწერილი ხმალი, ჯალალედინის მუზარადი, ასევე ხარების, აი ძვირფასი ყანწები ვერცხლით შეჭედილი, მას ქარახსები ქვია. ეს ექვთიმე თაყაიშვილმა ნახა თავის მოგზაურობის დროს, აღწერა კიდევაც. ამჟამად ეს ნივთები ინახება თბილისის მუზეუმებში და მართლაც აღწერილია, რომ ხმალი სპარსული წარმოშობის არის, მართალია ტარმოტეხილი, გაძარცვული, მაგრამ მაინც დიდებული აღმოსავლური წარმოების ხმალია. რაც შეეხება მუზარადს, ის რუსულან დედოფალმა ბრძოლაში მოპოვებული ნადავლი იყო და შემოსწირა მრავალძალის ტაძარს.
ჭალედის რკინის მუზარადი. ბატონო კახა, აი ხმალზეც ხომ არა გვაქვს რაიმე ინფორმაცია, საიდან შეიძლება და მოხვედრილიყო ამ ტაძარში? ასეთ გამოცემის თანახმად ახლა სპარსულ ამბავთან მივდივართ, რომ შაჰაბას რომ გაუგია, რომ ეს ტაძარი ძალიან ძლიერია და მთელი საქართველო მას ელაპარაკობს და მის ძალას იფიცავს, გადაწყვიტა, რომ საჩუქარი გამოეტნია და მისი ასეთი თხოვნა იყო, რომ წაიღეთ ეს ჩემი ხმალი და შეესწირეთ კედელზე ჩამოკიდეთ მრავალძალშიო. და მართლაც ეს ახლა წარწერა არ ქონდა ისეთ რომ დამტკიცებული იყო ზუსტად შაჰაბა, მაგრამ აღმოსავლური წარმოების არის ნამდვილად სპარსული წარმოებისო ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა. და ინახებოდა გარკვეული პერიოდი, მაგრამ მეგრე გაძარცვეს თვლები აქ აყრილი, ტარი მოტეხილი და დაზიანებული სახით მოაღწია ჩვენამდე. რომ რაჭაში არსებული ძირითად ფეხზე მდგარი ძეგლები განეკუთვნება ბაგრატ მესამის პერიოდს, იმიტომ რომ ამ პერიოდში არის დიდი მშვიდობიანობა, აღშენებლობა მიმდინარეობს და აშენა ნიკოლ წმინდა, ჩემო ბატონო ზემოკრიხის ტაძარი მთავარანგელოზის, ჩვენი ეს წინვალი მრავალძალი თავისი ცნობილი ჩუქურთმებით, ბარელიეფებით განუმეორებელს უძახი, იმიტომ რომ მსგავსი ბარელიეფები სხვა ტაძრებზე არ არის. ასევე ხარისთავებიანი ბარელიეფები აგერ, რომელიც ამკობს შეუბატონო ეს რა შეიძლება უკავშირდებოდეს ბატონო? ეს ის არის, რომ ერთ-ერთი კიდევ გამოცემის თანახმად თითქოს იმ ოსმალთა ჯარს ასეთი რაღაცა უთხოვნია, მრავალძალისო იმხელა ძლიერი მრავალძალის ძალის პატრონი თუ ხართო, ესო რაღაცა შორს ტბასთან მდებარეო ხარი და ძროხა არისო ძალიან დიდი ზომისო და აქ მოაყვანიეო. და მართლაც მე მოიყვანესო ხარიო, მოიყვანა მრავალძალმა, ეს ოსმალებმა მე დააკლეს ეს ხარი, რქებისგან გააკეთეს სწორედ ჩვენ ზემოთ ხსენებული ქარახსები, ვერცხლით მოჭედილი და შესწირეს ამ ტაძარს. ხო, ესეთი უცნაური ამბები დაკავშირებულია ოსმალთა ამბავთან, ხო და ნამდვილად ბევრი ტაძარია აშენებული ბაგრატ მესამის პერიოდში და თითქოს მე კიდევ რომ სკოლაც იყო თითქოს ხუროთმოძღვრების რაწაში ამ პერიოდში, რომ ეს ტაძრები იმეორებენ კვეთის ფორმას, სარკმელების მოხაზულობის ფორმას, არქიტექტურას, რაც უკვე დამახასიათებელია სწორედ მე-11 საუკუნის დასაწყისისთვის და მისი შუახანებისთვის და ბაგრატ მესამის სახელთან არის. ერთ-ერთი კიდევ ლეგენდა, რომ მრავალძალ საოცარი ძალას მიაწერენ, ასე რომ ყაჩაღები ყველა პერიოდში იყვნენ და მოსულან შუაღამეს და გაუძარცვიათ ტაძარი და წაუღიათ ღვინო ტიკებში გადაუსხიათ ქვევრებიდან ამდე წარს ექნებოდა თავის საცავები, პური, ხორბალი, რაც შეიძლება ეს სორსები დაუჭუთიათ ხარები, ურმები და ქვევით არის კარიბჭე, რომელიც სვეტები ახლა შემორჩენილია და კარიბჭედან ჩვენს მისულან ჩუმად ვერავის ვერ ანუ ბატონო ხარ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ აქ ესე იგი ისეთი სამონასტრო ცხოვრება მიდიოდა აქტიური, რომ აქ ალბათ ცხოვრობდნენ ბერები, ჰქონდათ თავიანთი მეურნეობა შესაბამისად ეს ტერიტორია ეხლა უფრო დიდი იყო ალბათ, ხო, ტაძრის ტერიტორია, რადგან თქვენ ამბობთ, რომ ხო, დაბლა არისო კარიბჭე, ანუ უფრო ბევრად დიდი იყო ეს ტაძრის ტერიტორია, რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს და აი ამ თავიანთი ბერების ალბათ მოყვანილი თავიანთი სარჩო საბადოები რაც ხონდა, ამის გატაცებისთვის იყვნენ შეიძლება ჯვარხატებითაც დაწვით ეს ურმები და ჩასულან იმ კარიბჭემდე, კარიბჭეში ვეღარ გასულან. ყველა ხარი გაშეშდა თურმე ადგილზე და ეს ყაჩაღებიც ჩვეულებრივად არიან, საუბრობენ და ნაბიჯი ვეღარ გადადგეს. გათენებამდე ჩვეულებრივად ასე იყვნენ, გათენ და სოფელმა დაინახა ჩვეულებრივად. მოვიდნენ, დაინახეს ეს გაშეშებული ხარულმები, დატვირთული და ეს ყაჩაღები. და მაგრამ ისეთები მე უკან დაძრულან ეს ხარები დილას და უკან ამოსულან თავისით ტაძარში და ისევ გადმოტვირთეს უკან მე ყაჩაღებმა თავიანთი ხელით და ეს ამავე და კიდევ ერთ შეემატა მრავალძალის ისტორიას ეს ბებიას გამოცემით ვიცით ეს ისტორია, რომ მრავალი ძალის პატრონი ყოფილი რომ არის. მოკლედ ძალიან ბევრი ლეგენდა უკავშირდება ამ ადგილს და სხვათა შორის ხარები ყველგან ფიგურირებს, რაღაცა
კავშირი ნამდვილად არის და ნუ როგორც წმინდაში ნიკორა ხარი კი, აი ხო, იმ პერიოდში ალბათ რაღაცა საკულტო ეს უძველესი დროიდან მოისურვ ხარი არის წარმართული პერიოდი, მაგრამ ქრისტიანულ პერიოდში ხარს რქებს შორის მერე ქანდაკებაში უჩნდება ჯვრის გამოსახულება და უკვე ხარი გაქრისტიანდა ასე ვთქვათ რომ ეს არის მამაკაცური სიძლიერის ძალა მიწათმოქმედების სიმბოლო არის და ის რქებს ვიყენებთ ხოლმე ღვთის დასალოცად მერე ყანწების სახით და მრავალი დატვირთვა აქვს ხარს მოკლედ რა კი ბატონო ბატონო კახა აი დაახლოებით რომ წარმოგვადგენოთ ახლა აი იმ პერიოდში როცა აქ ეს ცხოვრება მიმდინარეობდა ზოგადად რაჭაში რა ხდება კი ასევე გარდა მრავალძალის სამონასტრო ცხოვრებისა გვაქვს ველტყევის მონასტერი, არის ჭელიშის მონასტერი, სადაც ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს წიგნების გადაწერაზე, თარგმნაზე, მოხატვაზე, ხატების შეჭედვა, წარწერების გაკეთებაზე, ოქრომჭედლობა იყო რაჭაში მაღალ დონეზე, აი მაგალითად ზემო რაჭაში შოდას თასთან არსებობდა საოქრომჭედლო სკოლა, სადაც არა მარტო ჭედავდნენ, არამედ მოქონდათ, ამრავლებდნენ მერე, იმიტომ რომ ხატების გამოჭედვა ასე იოლის საქმე არ იყო. ჯერ ხატვა ხდებოდა, მერე ამ მოხატული ხეზე ფიცარზე კეთება ხატები, იცით უძველეს ხატები და შემდეგ კი მოჩარჩოება ხდება მისი და მისი შემოსვა ხდება მერე. ოქროთი, ვერცხლით, სხვადასხვა ძვირფასი თვლებით, რომელსაც შესწირავდნენ ხოლმე ჩვენი მეფეები და დედოფლები ამ სალოცავებს და მათ სახელზე მერე კეთდებოდა წარწერები, რომელმა დედოფალმა შესწირა, რომელმა მეფემ შესწირა და იყო ესეთი ისტორია არის თითეული ხატი, თითეული წიგნი და რომელიც თვითონ დაკავშირებულია შოდის საოქროჭედლო სკოლასთან. ეს ხატები რომ ნამდვილად არსებობდა, იყო ინახება ქუთაისის მუზეუმში, ლენტეხის მუზეუმში, თბილისის მუზეუმებში, ასე გაფანტული, მაგრამ ესა ჩვენი სიამაყე, ჩვენი სიდიადე. ნამდვილად. ესე იგი, ტაძარი თავზე მოხატული ყოფილა და ტაძრის მხატვრობას ბარელიეფებს თუ წარწერები ეკუთვნის მე-11 საუკუნეს, მაგრამ შენ გადაკეთების შედეგად ტაძარში შიდა ინტერიერი შეიცვალა ცხადია, მოხატულობის კვალი აღარ იყო ახლა ბოლომდე, თუმცა შემორჩა და წარწერებიც და ბარელიეფები, თუმცა დაზიანებული სახით მიწისძვრამ თავისი დაღი დაასვა ბარელიეფებს, ხო? ამ სოფელში უკვე ნელ-ნელა იწყება მოსახლეობის ზრდა, ჩვენ და სასიხარულოს ნამდვილად საკულტო ზონადაც გამოცხადა, საეკლესიო ცენტრია, ასე ვთქვათ, ფაქტურად კვირა არ გადის, რომ ღვთისმსახურება არ ჩატარდეს ონისა და ამბროლაურის მამაუები ერთმანეთს ეხმარებიან, რომ ტაძარში არ შეწყდეს წირვალოცვა და მადლიერი მრევლი ხშირად ამოდივართ ტაძარში, პატივი მივაგოთ წმინდა გიორგის და მის სახელს. ტაძარში მოღვაწეობს მესანთლე ბართლომეს ხიტლაძე, რომელიც დღეს არ დახვდა სამწუხაროდ, მაგრამ უსაყვარლესი ადამიანია, ეს წლები არის, რომელიც ყველა მიცის, ვინც ამბროლაურში, ვინც მრავალძალში ერთხელ მაინც ყოფილა, აუცილებლად ყველა მიცის ამ ადამიანის შესახებ და დღეს სამწუხაროდ როგორც ვიცით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაგხვდა, ვერ მოახერხა ყოფნა, მაგრამ ასოცირდება რაღაცნაირად ამ კოლორიტია სოფლის, რაჭის, ცოცხალი მატიანია, უამრავი ისტორიები იცის. აი ნამდვილი რაჭველი კაცი და რა ვიცი, საყვარელი ყველა ადამიანის თვისაც. და აუცილებლად მასპინძელია ხოლმე ხშირად მრავალძალში. აქედან ვუსურვებთ მალე გამოჯამრთელებას და გაზაფხულზე რომ მოვალთ, აუცილებლად უნდა დაგხვდეს აქ. თან სასწაულია რომ ახლა ჩვენ მოვახერხეთ ამოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ტაძარი ასევე ტაძარში არის საკურთხეველი მეორე ღვთისმშობლის და ამიტომ 28 აგვისტოს ხშირად იხდიან გიორგობასაც და მარიობასაც, იმიტომ რომ შემოდგომაზე და კი არა და ახლა ამ დროს კაციშვილი ვეღარ ამოდის ტაძარში. გიორგობა იცით 23 ნოემბერს არის და მაშინაც იმხელა თოვლით იფარება მრავალძალი რომ ვერავინ ვერ ამოდის და მაგრამ ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა რომ დღეს 26 დეკემბერია და აქ მრავალძალი მოვახერხეთ მაინც ამოსვლა. ასე გონის გადაცემას. და ზამთრის მრავალძალის კადრების ჩვენებაც შემოთავაზეთ ასეთი ლამაზი კადრები. რაც შეეხებოდა ტაძარს ვისაუბრეთ და სოფელში ძირითადად ცხოვრობენ ხიტლაძეები და იობაშვილები. ხო, სოფელი თავდაპირველად ძალიან დიდი იყო, მე ომის შემდეგ პრობლემები შეექმნა, მოსახლეობას უამრავი ახალგაზრდა გაიწვიეს ჯარში და უმეტესობა ცოცხალი აღარ დაბრუნდა, როგორც რაჭის ბევრ სოფელში. სოფელში ხვდებით ასევე ცხენ იუდას ქანდაკებას, რომელიც როგორც გვეუბნებიან, ომში მონაწილე იყო და ცოცხალი ჩამოვიდა ომიდან და მე ამ ძეგლს დაუდგეს ძეგლი, ამ ცხენს და ქვია მას იუდა.
შავიცხანია და იქ მე წყარო არის და რომ მოდიან სტუმრები და მრევლის წევრები დაილოცებიან ხოლმე სოფლის სახელზე, წმინდა გიორგის სახელზე და მე აგრძელებენ გზას. ხომ არ ვიცით ვინ არის ამ ავტორი ფარულავა არის, როგორც ვიცით, ამ ცხენის მონუმენტის ავტორი. აჰა, ძალიან. აქვე დასაფლავებულია ცნობილი პიროვნება სიმონ სხიტლაძე, რომელიც ცნობილია თავისი პედაგოგობით, ფილოლოგობით, თამადობით, უამრავ ადამიანს აქვს მასზე დაწერილი მოგონებები, შეხვედრილები არიან მათთან და ამბობდნენ, რომ აი ძალიან ენამზიანი და ტკბილად მოსაუბრი ადამიანი ყოფილა ეს. და ეხლა ჩვენ მოვედით ბატონ სიმონის აქ არის დაკრძალული. საფლავთან სწორედ.